მოგესალმებით მეგობრებო, საჯარო გაშლა ვნახოთ თემით არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. თუ არის რა სახის ნეგატივია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ ნეგატივი ბევრნაირი არსებობს. სიმძიმეც და სირთულეც სხვადასხვანაირი აქვს ნეგატივს. ასე რომ მინი დიაგნოსტიკით ჩვენ ახლა შევაფასებთ არის თუ არა ნეგატივი თქვენზე. პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ორი ვარიანტი იქნება ამ ეტაპზე თქვენს წინაშე. პირველი ვარიანტი ეს არის დალმატინი იასპი, მეორე ვარიანტი ეს არის უნაკიდი. დახუჭეთ თვალები და მე ახლა ვნახავ თქვენთვის არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. იმედია ერჩიეთ თქვენი ვარიანტები, მე კი ვიწყებ პირველი ვარიანტით. დალმატინი იასპი, მოდით ვნახოთ არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. ნეგატივი თქვენზე ამ ეტაპზე ესეთ სერიოზული ნეგატივი არ არის, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ადამიანები ძალიან ბევრს გაკვირდებიან. აკვირდებიან თქვენ სოციალურ ქსელებს, აკვირდებიან თქვენს ყოველდღიურობას, აკვირდებიან თქვენს აქტივობებს. შესაძლებელია აინტერესებთ ადამიანებს, როგორ ცხოვრობთ, რას აკეთებთ, როგორ იცვამთ, როგორ ატარებთ დროს და ასე შემდეგ. ხო, ანუ ადამიანები, ისეთი ადამიანებიც, რომლებსაც არ იცნობთ, ერთგვარ დაკვირვებას ახდენენ თქვენზე სოციალური ქსელების მეშვეობით. და არსებობენ ესეთი ადამიანები, რომლებსაც არ იცნობენ, ხო? არ გიცნობთ ვიღაც კონკრეტული. მაგრამ როგორც რუტინა ყოველდღიური ისე შემოდის და ათვალიერებს თქვენს თორებს, იმიტომ რომ უბრალოდ აინტერესებს. არ გიცნობთ, არ იცნობთ, მაგრამ ეს თქვენი ყოველდღიურობა, რაღაცა მომენტი აქვს დაჭერილი, რომელიც უნდა ნახოს, შეაფასოს, დაათვალიეროს და ასე შემდეგ. არის თუ არა ნეგატივი თქვენზე ახლა. ნეგატივი თქვენზე ამ ეტაპზე ნახეთ რა შემიძლია გითხრათ რა. თვალს უნდა გაუფრთხილდეთ ძალიან, იმიტომ რომ ადამიანები ძალიან ელოდებიან თქვენს ფეხის გადაბრუნებას, წაქცევას. იმპერატორი ქალი ხართ აქ. და მის რატომაც არის ამხელა ინტერესი თქვენთან დაკავშირებით. წარმატებული დედა, წარმატებული ბიზნეს ქალბატონი ხო, წარმატებული უბრალოდ დიასახლისი, მაგრამ ძალიან წარმატებული დიასახლისი თავის საქმეში. ხო, დიასახლისები უკაცრავად ეს ურთულესი პროფესია, მინდა გითხრათ. წარმატებული პროფესიონალი, ადამიანი, რომელიც ტრანსლირებს ხო ადამიანებისთვის საინტერესო და სასურველ ცხოვრებას. ერთადერთი აქ რაც შემიძლია გითხრათ, არის ძალიან ინტენსიური თვალი მოდის თქვენთან დაკავშირებით, ხო? ენა, განხილვა, ჭორაობა, შემიძლია გითხრათ, რომ ერთხელ შეიძლება ამით დაზიანდეთ კიდევაც, ხო? მაგალითად, გაფუჭდა მანქანის საბურავი და ეშვა დიდი ოდენობის თანხა დაკარგეთ, გაფუჭდა სახლში ონკანი ხვდებით, ხო? ანუ ნიშნები იმისა, რომ თვალს იღებთ თქვენ საკმაოდ დიდი გაქვთ. თუ დააკვირდებით, გარკვეული რეალობები იწყებს კონტროლიდან გამოსვლას. ასე რომ სხვათა შორის ნეგატივი არა მხოლოდ ქალბატონებისგან, შესაძლებელია ასევე მამაკაცებისგან და ჩანს აქ კონკრეტული მამაკაცი და არავინ არ თქვას, რომ მამაკაცებს არ შეუძლიათ დაბოღმვა, არ შეუძლიათ ბოღმიანი დედაკაცებით დაჯდომა და გაბრაზება თქვენს გარკვეულ წარმატებასა და თქვენს გარკვეულ კეთილდღეობაზე, რასაც აღწევთ ცხოვრებაში და ქალებზე დიდი შური შეუძლიათ, მინდა გითხრათ. თქვენზე რამდენად მოქმედებს ეს თვალი?
მამაკაცისგან მოდის ძალიან ინტენსიური ნეგატივი თქვენი მისამართით, არ ვიცი ვინ არის ეს ადამიანი. არა, თქვენზე ეს ნეგატივი ნამდვილად არ მოქმედებს, შემიძლია გითხრათ, დაცვა გიმუშავებთ გადასარევად, მშვენივრად. ამ ეტაპისთვის ყოველ შემთხვევაში დაცვა კარგია, მაგრამ ნახეთ, მამაკაცისგანაც იგრძნობა, ქალებისგან მინიმუმ 2-3 ქალი იგრძნობა და კონკრეტული მამაკაცი იგრძნობა, მაგრამ როგორ არის ეცეთ, რაღაცა ესეთი დაცვა, კედელი აღმართული, რომელიც არ უშვებს თქვენთან მიმართებაში არავის. შესაძლებელია ტერიტორიული სიშორეც იყოს, ანუ თქვენ სხვა ქვეყანაში იყოთ და სხვა ქვეყნიდან ტრანსლირებდეთ თქვენს ცხოვრებას, ისინი სხვა ქვეყნიდან გიყურებენ. რაღაცა არ არის, ჩანს რაღაცა დიდი სიცარიელე თქვენ შორის მიხვდით ხომ და ეს აი სიცარიელეში ვარდება ეს თვალები, მოდი ასე ვთქვათ. თუმცა ვერ ვიტყვი რომ ეს ყოველთვის ხდება. მაჩვენებს რომ აი ადრე უფრო მეტად გქონდათ თითქოს ნიშნები. ახლა ამ მომენტში არ მოქმედებს, მაგრამ ნახეთ გააჩნია რა, თუ მხოლოდ ამის იმედად ვიქნებით რომ აი არ მოქმედებს მე ძლიერი ენერგეტიკა მაქვს, ეს ასე არ არის. ანუ ადამიანები ფიქრობენ ხანდახან რომ წმენდა მარტო მაშინ სჭირდება ადამიანს, შესაძაც ვთქვათ რაღაცა ნეგატივი ზეგავლენის ქვეშ არის. არავითარ შემთხვევაში ადამიანები ჩვენ ყოველდღიურად ვიღებთ სხვადასხვა ტიპის ენერგიას. გარეთ როდესაც გავდივართ ურთიერთობთ ადამიანებთან, ხო? ეს არის თვალიც, ეს არის შურიც, ყველა ენერგია, რაც დამაზიანებელია, ის ეწებება, ხო, ჩვენს ენერგოინფორმაციულ სტრუქტურას და ის თუ არ გაიწმინდა, კარგი ძლიერი ენერგეტიკა ამას უკუაგდებს, ხო, განდევნის, მაგრამ თუ ეს ინტენსიურია და არ ხდება წმენდა და მით უმეტეს ადამიანს ენერგეტიკულად მოიკოჭლებს, ამ დროს ხდება ის, რომ ეს კონკრეტული ნეგატივი ჩდება როგორც ერთი კარგი მსუყე პარაზიტი თქვენს ენერგოინფორმაციულ სტრუქტურას და რა თქმა უნდა აზიანებს და მერე უკვე იწყება პრობლემები. ასე რომ თლად მიშვებაც არ შეიძლება. პერიოდული წმენდები აქ საჭიროა. იმპერატორი ქალი, უდაოდ ძლიერი ენერგეტიკა გაქვთ, უდაოდ ძლიერი ადამიანები მიყურებთ აქ, მაგრამ განმეორდები მხოლოდ ამის ხარჯზე მშვიდად ყოფნა არ შეიძლება. მით უმეტეს, როდესაც მოდის ესეთი ინფორმაცია, რომ ბევრი ადამიანი გაკვირდებათ და აკვირდებათ თქვენს ყოველდღიურობას. დაგემშვიდობებით პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი, მწვანე, უბრალოდ უნაკიდი, მწვანეა. არის თორე თქვენზე ნეგატივი ახლა. არის თორე თქვენზე ნეგატივი ახლა. არის თუ არა თქვენზე ნეგატივი ახლა. აი ამიტომ მინდა და დაზუსტება. თქვენზე ნეგატივი ის როგორც ასეთი, რასაც ახლა ჩვენ ვეძახით თვალს და ასე შემდეგ, არა. მაგიურ ზეგავლენას არა. მაგრამ მაჩვენებს რომ ძალიან ბევრი ენერგიას კარგავთ კონკრეტულ ადამიანთან მიმართებაში, რადგან ეს ძალიან გავს ურთიერთობებს, რომელიც ნახეთ კვერთხების დედოფალი და ჩამოკიდებული კაცი. ეს არის ადამიანი ლარვით, ადამიანი პარაზიტით, ადამიანი ენერგოვამპირი, ადამიანი რომელიც არაჯანსაღია, არ ვიცი, ნარკოდამოკიდებული, აზარტულ თამაშს დამოკიდებული, დალევა დამოკიდებული, ხო, სასმელ დამოკიდებული. ფსიქიკურად გარკვეული შიზიკებიც შეიძლება აქ იკითხებოდეს, ხო, ნახეთ რას მაჩვენებს. თუ აქ გადამრჩენელი ხართ ასეთი ადამიანის და ფიქრობთ რომ როდესღაც გამოსწორდება და აუცილებლად დაალაგდება ყველაფერი ამ ბრძოლაში, ძალიან ცდებით, იმიტომ რომ მე-12 არკანი შეჭამს კვერთხების დედოფალს, იმიტომ რომ პირველს ყოვლისა მაღალი არკანია და შესაბამისად ენერგეტიკულად ძალიან ძლიერია და მეორე ხა თუ გადამრჩენლის როლი გაქვთ და უფასო ფსიქოლოგიის, აქ რა თქმა უნდა მე ვერაფერს ვერ გეტყვით და ვერ დაგეხმარებით, მაგრამ იცოდეთ რომ ეს ინფორმაცია კონკრეტულად ეხებათ კონკრეტულ ადამიანებს შიგ გულის სიღრმეში, ხო, რასაც მე ახლა ვამბობ, ხო? თუმცა რა თქმა უნდა არის კიდევ რაღაცა ვერსიები და ამასაც ვიტყვი.
ასე რომ აქ მაჩვენებს რომ საბოლოო ჯამში კი იღდგენთ ენერგიას ჯერჯერობით გაქვთ ამის რესურსი რომ რასაც ხარჯავთ ის აღიდგინოთ თან სწრაფად მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს შეიძლება დიდხანს არ გეყოთ ხო მეორე ვარიანტი არის ის რომ აქ ენერგიას კარგავთ არა სხვა გარშემო ადამიანების ვთქვათ ნეგატიური ზემოქმედებისგან ხო ეს იმდენად ვერ გერევათ რამდენადაც ვთქვათ ოჯახის წევრი ახლობელი ადამიანი ეს ადამიანი არის ძალიან ახლოს ეს ადამიანი იკითხება როგორც ნეგატივი თქვენ შემთხვევაში რა ნეგატივი რას ნიშნავს რომ თქვენს ენერგეტიკულ მთლიანობას არ ღვევს ენერგიას გართმევთ, ხო? ადამიანები ან გვართმევენ, ან ნეიტრალურად მოქმედებენ, ან პირიქით, ცვლით ადამიანებთან. ზოგადად გაცვლა ხდება ყველაზე ჯანსაღი ფორმა ენერგიების ურთიერთობის არის გაცვლა. შენც მაძლევ მეც გაძლევ ამ ენერგიას და ორივე რაღაცნაირად ვივსებით ენერგიის იმ ტიპით, რომელიც ჩვენ მოგწონს ერთმანეთთან ურთიერთობაში, ხო? ენერგიის ტიპსაც გააჩნია. ყველა ენერგიის გაცვლა და მიღება ნამდვილად არ არის ვთქვათ სასიამოვნო ხო თქვენ შემთხვევაში აქ მაჩვენებს რომ ხართ თქვენ და ტოქსიკური ენერგია პირდაპირ გეუბნებით ენერგია ლარვის ქვეშ და დავირუსებული ენერგია დაჩირქებული ენერგია უკაცრავად ჩემი პირდაპირობისთვის დაინფიცირებული ენერგია თქვენთვის ყოველ შემთხვევაში ეს არის ინფექციური ენერგია რაც იცით რა არის პრინციპში არიან ადამიანები რომლებსაც ამის გარეშე არ შეუძლიათ და ამით გრძნობენ თავს ცოცხლად როდესაც ვთქვათ დრამებში არიან ხო მაგრამ თქვენ შემთხვევაში რადგან შემოხვედით ამ საჯერო გაშლას და მეკითხებით მაქვს თუ არა ნინო ნეგატიურ ენერგიად იკითხება მე აქ არ იკითხება აქ ის რომ იცი რა ადამიანი რაღაცნაირად პირიქით დრაივშია და იღებს ამისგან ენერგიას. არა, თქვენ ამისგან ენერგიას არ იღებთ. ენერგიას იღებს მეორე ადამიანი თქვენგან. თქვენ არ იღებთ ენერგიას. ის იღებს უდაოდ. თქვენ მინუსში მიდიხართ. ამიტომ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი ნორმალურია, ამიტომ რომ მეორე მესამე დღეს ვთქვათ ისეთ მდგომარეობაში იღვიწებთ, მაგრამ განმეორდები საბოლოო ჯამში ხართან დააბი ენერგიასთან და აუცილებლად წამოვა ინფექცია თქვენსკენაც, ხო ჯერჯერობით თქვენი ორგანიზმი ამას ერევა, ხო როგორც იტყვიან. ამიტომ ეს ადამიანი ახლოს არის თქვენთან და ფიქრთით ვიზე გესაუბრებით და დარწმუნებული ვარ აუცილებლად მიხვდებით და აღიქვამთ ამ ინფორმაციას ისე როგორც საჭიროა შვილი შეიძლება იყოს მეუღლე ნათესავი დედა სამწუხაროდ ნებისმიერი ადამიანი რომლის გაგებაც გინდათ რომელთანაც ბრძოლაში ხართ რომელთანაც ის გაქვთ ხომ გაწიე გამატარე მაგრამ მეორე წუთას ისევ ერთად ხართ ხო მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის იღებს ენერგიას ამ პროცესებით თქვენ კარგავთ და ეს წაიკითხა ზუსტად და რომ თქვენ სირგულებ და იფიქრეთ ამაზე თუ რა თქმა უნდა თქვენთვის ეს თემა საინტერესო იყო ჩვენ კი სულ მალე შევხვდებით ერთმანეთს დიდი სიყვარულით